დიდი მადლობა იმისათვის, რომ აქ ხართ, რომ მოგწამდით. წიგნის აღდგენა ავტორისთვის ერთგვარად ძალიან მნიშვნელოვანი სასიხარულო დღეა, მაგრამ ამავე დროს ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობაც ყველაფერთან ერთად, იმიტომ რომ დღეს უკვე წიგნი მხოლოდ ჩემი საკუთრება არ იქნება. ეს ტექსტი არ იქნება ჩემი, ეს ტექსტი არ იქნება იმ გმირების, რომელიც წიგნში არიან და ის გახდება მკითხველისაც, შესაბამისად სიმართლე გითხრათ ძალიან ხელა ამის გამო. დიახ, ამ წიგნის დაწერა შემთხვევით არ დამიწყია, მე ვფიქრობ, რომ ეს სხვა ამბავია ჩემთვისაც კი. წიგნში მოთხრობილ ამბავს რეალური გმირები ჰყავს ჩვენ სინამდვილეში. რომანის პერსონაჟი ლუსია არის პროტოტიპი იმ ადამიანისა, რომელმაც მომცა ძალაც და უფლებაც ამ სიყვარულზე გამეწერა. ადამიანები მთელი ცხოვრება ვიბრძვით სხვადასხვა უფლებისთვის. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი სიყვარულის უფლებაში ყველაზე ადვილად ვარცხდებით, ვნებდებით. მიზეზი ისევ ჩვენ ვართ. ვადგენთ ვის შეეფერება და ვის აქვს სიყვარულის უფლება. და ამ დროს ხმამაღლა ვამბობთ, უსიყვარულოდ მზე არ სუფებს. ერთმანეთს ვუთვლით, რამდენჯერ შეიძლება შეგვიყვარდეს და ამ დროსაც სრულად გაუცნობიერებლად წარმოვთქვამთ, მაგრამ სულ სხვა სიყვარული უკანასკნელი. გვინდა ვუყვარდეთ, გვინდა ვიყვარდეს, თუმცა სხვებს ვამწყდეთ ჩვენს მიერ შექმნილ მორალურ ჩარჩოებში და ვერ ვხვდებით, რომ უსიყვარულობისგან დაცლილი დედამიწა ენერგიისგან იფიტება. ამ შემთხვევაშიც თავს ვიმშვიდებთ ლამაზი ფრაზით: დედამიწას სიყვარული ატრიალებს. კიდევ ერთხელ მადლობა ლუსიას, რომელსაც ამ წიგნის სრულფასოვან თანაავტორად მემიჩნევ. გიყვარდეთ, მიერცით სხვებს სიყვარულის უფლება და ნურასოდეს გახდებით სხვისის სიყვარულის ცენზორები. ყველაზე დიდი სიმხდალე არის ის, როცა სიყვარულს კი არ გრძალავ, არამედ აწესრიგებ. სიყვარული არ ითხოვს ნებართვას, მხოლოდ სიმამაცეს. როდესაც წიგნი დავასრულე, ერთ-ერთი პირველი, ვისაც ვთხოვე, რომ ის წაეკითხა, იყო მწერალი დავით ქართველიშვილი. ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობდით, დღემდე ეს პირდაპირ ნანახი არ მყავს და მხოლოდ იმიტომ, რომ მინდოდა წაეკითხა ადამიანს, რომელსაც არ აქვს ჩემს მიმართ რაიმე სახის პერსონალური კეთილგანწყობა, როგორც მაგალითად ბატონ როსტოვის. და მან აღმოჩნდა, რომ ძალიან ცუდ დროს მივეცი საკუთარ წიგნზე ცუდის ფიგურების გამოშვება იყო, ქსელში გასვების პერიოდი, მისი პრეზენტირების პერიოდი, მაგრამ მან ძალიან სწრაფად დამიბრუნა პასუხი და მითხრა, რომ წაიღე გამომცემლობაში და შენ თუ ამსუბური გიქნება, მე დავწერ ანოტაციას წინა სიტყვაობას. ეს იყო ჩემთვის უდიდესი სტიმული და რაღაცნაირად კიდევ შემდგომი ნაბიჯი გადავდგი და მინდოდა რედაქტორი, რომელიც ასევე იქნებოდა ძალიან მკაცრი მსაჯული. მე უამრავ რედაქტორთან ვმუშავია, ნიუსის რედაქტორთან, ის რედაქტორებთან მქონია თავხედობა იმისა, რომ თავადაც ყოფილიყავი რაღაც რედაქტორი, ერთხელ რედაქტირებული ახალგაზრდა პოეტის წიგნი თავიდან დავარედაქტირე, ესეც კი გავბედე და მაინც მივიღე გადაწყვეტილება ასეთი სახის, რომ წიგნის რედაქტორობა მეთხოვა თანამედროვე ქართული ლიტერატურის გამორჩეული კვლევარისთვის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ნესტან გუდივაძისთვის. არც მას არ ვიცნობ, სიმართლე გითხრათ, მე ვიცი და ვიცოდი მისი რეცენზია ჩემს პირველ წიგნზე, საშიში იდეალისტებზე და როდესაც მივმართე მას, მან მითხრა, რომ ტექსტი გაეცნობოდა და
დამიბრუნებდა პასუხს. ზუსტად ერთ კვირაში რომ მომწერა და წავიკითხე, შეიძლება სიმღერის ბრალია, შეფონება რა, მეტყველების უნარი დავკარგე და ტირილი დავიწყე. მარტო ვიყავი და ამ ტექსტს წავიკითხავ, რაც მომწერა. გამარჯობა ბატონო გოჩა, წავიკითხე ეს მართლა ძალიან ჩამთრევი წიგნი. თქვენ ისე ოსტატურად დადიხართ დანის პირზე, წერთ თემაზე, რომლისთვისაც ქართულმა ლიტერატურამ ვერ მოიცალა და რომელიც ძალიან აკლია. დრამა და ბედნიერების შეგრძნება ერთი მხრივ, დიდი გაბედულება და მეორე მხრივ სტერეოტიპის ორკილები. რა თქმა უნდა ვიქნები თქვენი წიგნის რედაქტორი. ის არამხოლოდ დათანხმდა რედაქტორობას, არამედ მან წიგნში დაინახა ის, რაც მე მიმაჩნდა ყველაზე მნიშვნელოვნად და ამისთვის მას უდიდეს მადლობას ვუხდი. მასთან მუშაობა იყო საოცრად კომფორტული. ჩვენ დაახლოებით 2 კვირაში მოვჩით ყველაფერს, მაგრამ მან ჩემთან ერთად ამ 2 კვირის განმავლობაში იცხოვრა თითეული კვირის ცხოვრებით. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო მას. მადლობა მინდა გადავუხადო ადამიანს, რომელსაც 20 წელი ტანჯავ, დიზაინერს გიორგი ნავროზაშვილს, ჩემს მეგობარს, როგორც კი მართლა მითხრა, რომ შენ ოღონდ წერე და ყველაფერს გადავდებო. მადლობა ჩემს შვილებს, რომელთა მხარდაჭერას ვცდილობს სულ. გამორჩეულ მადლობა მინდა უთხრა ვაკურთინელს, რომელსაც იმაზე მეტად ჯერა ჩემი ვიდრე მე ჩემი თავის. მადლობა უნდა უთხრა ადამიანებს, ზოგიერთ მათგანმა უშუალოდ იცის ამ რომანის გმირების ისტორია, ანუ პერსონაჟების რეალური ცხოვრებისეული ისტორია, იმ გულშემატკივრობისათვის, რომელსაც ისინი იჩედნენ და განსაკუთრებით იმ მომენტიდან, როცა მე ვთქვი, რომ უკვე წერდი. და ყველას ვინც წიგნის გამოცემაში შეიტანა თავისი წვლილი. მაგრამ არის ერთი გამორჩეული მადლობა. მადლობა იმ ადამიანს, ვინც მომცა ამ წიგნის დაწერის უფლებას და საშუალებას. ვახსენე, ხო, წიგნში პროტოტიპი ლუსიე ადამიანს, რომელიც რაღაც ეტაპებში ჩართული იყო აი ამ თელს პროცესში. მასზე ამ წუთას მეც არაფერს არ ვიტყვი. ვფიქრობ, თუ ექნება სათქმელი თავის თავზე და იმაზე რომ არ ოდესმე თვითონ ისაუბრებს, მე არ მაქვს უფლება ამაზე ვისაუბრო და ვისთვის არის ეს წიგნი, რომელი თაობისთვის არის ეს წიგნი. მე მიმაჩნია, რომ ის არის პირველეს ყოვლისა ახალგაზრდებისთვის. მე მიმაჩნია, რომ ის არის დედებისა და მამებისთვის. მე მიმაჩნია, რომ ის არის ბებიებისა და ბაბუებისთვის. და ძალიან მარტივად თუ ვიტყვი, ეს არის წიგნი იმათვის, ვისაც ოდესღაც ან ოდესმე გვარებია, ან გვარებიათ, უყვარდათ, უყვართ და ამ წუთასაც აი ამ სიყვარულის ორონტრიალში არიან. მე არ ვისაუბრებ წიგნის სიუჟეტზე, მე არც პერსონაჟებს განაცნობთ ესე, არც იმას ვიტყვი, რომ ამ ისტორიაში ვინ არის მართალი ან მტკვანი. მხოლოდ მაქვს 2 კითხვა. ალბათ ერთი კითხვა პერიოდულად ყველა ადამიანის ცხოვრებაში ჩდება ხოლმე, მაგრამ განსაკუთრებულად ჩდება იმ პერიოდში, როდესაც შეჯახები აი ასეთ მომენტს და გაიაზრებ და ეს კითხვა არის ასეთი, ვინ აწესებს წესებს სიყვარულისთვის, ვინ აწესებს მას და მეორე კითხვა, აქვს თუ არა ადამიანს უფლება უყვარდეს ისე, როგორც თავად გრძნობს.
თუ ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ თუნდაც ერთი ადამიანი გადაწყვეტს, რომ არასოდეს განსაჯოს სხვისი სიყვარული, არასოდეს თქვას ვიღაცას შეეფერება თუ არა, არასოდეს აკადროს პირველ რიგში საკუთარ თავს, რომ ვიღაცა მაღალია, ვიღაცა დაბალია, ვიღაცისთვის სოციალურად შეუფერებელია, ამათი სიყვარული როგორ შეიძლება და ასე შემდეგ. თუ აი ამ აზრს ამოიგდებს ვიღაც, თუნდაც ერთი ადამიანი თავიდან, ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩემთვის. აქვე ვიტყვი ერთ რამეს, ისე წიგნთან დაკავშირებით, ილუსტრაციების იდეა არის ჩემი, არა მხოლოდ ჩემი, იყო რამდენიმე ვარიანტი. მე მქონდა სურვილი, რომ წიგნის ილუსტრაციები გაეკეთებინა ირაკლი ნაკუდაიძეს, რომელმაც გააკეთა საშიში იდეალისტების ილუსტრაციები, მაგრამ ისე დაემთხვა, რომ ეს სხვა პროექტზე მუშაობდა და მე დავიწყე ამის კეთება. მქონდა რამდენიმე ვარიანტი და სიმართლე გითხრათ, სწორედ აი ამ გმირთან, წიგნის გმირთან ერთად გავიარე ეს ვარიანტები და ბოლოს მივედით აი ამ ილუსტრაციებამდე, რომელიც წიგნში მოხვდა. მიმაჩნია, რომ თემატურად გაამართლა, უბრალოდ ცოტა ესეთი რამ გავაკეთე, რომ რამდენიმე ადგილას ჩემი სახე გამოვიყენე, იმიტომ რომ ხო შეიძლება რომ აქ მხოლოდ თხრობელის რანგში არისო და შეიძლება შეაქვია. გამოვიყენე ეს როგორც ბიჭის სახე, ჩემი ახალგაზრდობის სახე და შემდგომ გამოვიყენე კანარის და შეიძლება ძალიან რამდენიმე ადგილას, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორე, აი ამ პერსონაჟთან, გმირთან შეთანხმებით ჩვენ გავიარეთ ეს ერთად და შევთანხმდით საბოლოოდ აი ამ ვარიანტზე. მე ახლა, რადგან აი ამ წარდგენის დროს არ ხდება ხოლმე წიგნში ნაარზე საუბარი და ასე შემდეგ, მე მაინც მივიღებ ესეთ გადაწყვეტილებას, რომ სიტყვა მინდა მივცე ადამიანს, რომელსაც ჩემს ცხოვრებაში აქვს აი ამ ასპარეზზე, რასაც ქვია, აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი შესრულებული. ის იყო ჩემი პირველი წიგნის, პირველი რეცენზიის ავტორი. ის არის ადამიანი, რომელიც არის ყველა წერლის, პოეტის, კომაგის, არის ბადლო მკვლევარი ქართული ლიტერატურისა, თავად საუკეთესო წერალი მიმაჩნია და გულშემატკივარი ყველა ადამიანისა, რომელიც კალამს აიღებს ხელში. მით უფრო რომ აი როცა ჩამოვთვალე, ის ქონდა წაკითხული ეს რაღაც ეტაპებზე, ერთ-ერთი პირველი იყო ბატონი როსტომი, ვინც წაიკითხა და ბატონ როსტომს თქვა, რომ ორი სიტყვა ითხრა. ძალიან ჰიპერბოლიზებული წარდგენა იყო ჩემი. ძალიან თავშეკავებული თავისი ამ წიგნის. როცა გამოვიდა გოჩას რომანი საშიში იდეალისტები, მაშინ მოინდომა, რომ წარდგენა უნდა გავაკეთო და გავიდა ცოტა ხანი და მე გადაიფიქრა, იმიტომ რომ ფსევდონიმით იყო გამოსული გეგე დადიანისა და არ უნდა რომ ფსევდონიმი გაშიფრულიყო. ჯერ კიდევ ეჭვობდა, რამდენად ღირებული იყო ეს წიგნი და გადაიფიქრა და მე უკვე როცა გამოხმაურებები მოყვა, მე განხილვას გავმართეთ საშიში იდეალისტებისა ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოებაში და მაშინ უკვე ჩვენ ვიცოდით, რომ ეს რომანს ეძახის თუ მოთხრობა თავისი წინაგანის სივრცით შეიძლება რომანიც იყოს გარეგნულად მოთხრობა ისე ფსევდონიმით არის გამოცემული, მაგრამ უკვე გაშიფრულია ფსევდონიმი და ყველა ვიცით, რომ გეგე დადიანის უკან არის გოჩა მირცხულავა. ამას რამდენიმე ჯერ მომიხდა ამის აღნიშვნა და დღესაც მინდა გითხრათ, თომას გულფის სიტყვებს ვიხსენებ ხოლმე, რომ პირველ წიგნზე ამბობენ, რომ ფსიქოლოგიურად ძალიან ძნელია, რომ პირველ წიგნი მომზადდა და გამოსცემდა. მე მგონია, რომ
მეორე წიგნის გამოცემა გაცილებით უფრო ძნელია. ბოლოს პირველი წიგნისას ადამიანი იცნობს, როგორც გინდა მოამზადებ, აჩქარობ, თუ რაღაცა გაეჭვებს, ელოდები რომ გამოასწორებ ხარვეს, ბოლოს არ გამოსცემ. გარდა ამისა, პირველი წიგნი მაინც პირველ წიგნს შეღავართით ეპყრობა კითხველი და რაც შეეხება მეორე წიგნსო, აქ უკვე სულ სხვა განწყობა, ამით უმეტეს თუ პირველი წიგნი წარმატებულია, პოპულარობით მოიპოვა, კითხველი ელოდება, შენც უკვე გინდა რომ ახალი იყოს, არა მარტო ქრონოლოგიურად, არამედ შინაგანად ახალი. არ იყოს პირველ წიგნის მონარჩენ მასალებზე დაწერილი. შეიძლება პირველ წიგნს აგრძელებდეს გარკვეულად, მაგრამ ახალი უნდა იყოს და ეს კითხვის მოლოდინი ცალკე გუნავს, შენ თავის წინაშე პასუხისმგებლობა და ნეტა შეიძლებაოდესო, რომ პირველ წიგნის მერე პირდაპირ მესამე წიგნი გამოსცე და მეორე გამოტოვო, იმასაც კი ამბობს და შეიძლება ეს გახსნა თუნდაც კოჩასაც ქონდა რომ პირველ წიგნის მერე მესამე გამოეცა, მაგრამ აღმოჩნდა რომ მეორე წიგნი გამოვიდა. საერთოდ როცა ჟურნალისტები შემოდიან ლიტერატურაში ძალიან საფრთხილოა ხოლმე რომ ჟურნალისტური თვისებები არ გადმოყვეს, სტილისტიკა არ გადმოყვეს პროზაში, იმიტომ იქ შეიძლება ძალიან კარგია შესანიშნავია ჟურნალისტის კვალობაზე როგორც პუბლიცისტი, როცა მერცხულოვი აღიარებული შესანიშნავი პუბლიცისტია, მაგრამ ის რომ პროზაში შემოვა იქ უკვე იყო. პროზა არის ცალკე, პუბლიცისტიკა, ჟურნალისტიკა ცალკე. რომანი არის ისეთი ჟანრი, რომელსაც შეუძლია შეიწყოს პიესას, დოკუმენტალიზმის, ესეის, ვერ შეიწყოს პუბლიცისტიკას. იმიტომ რომ ამოჩნელია პუბლიცისტური პასაჟებიც რომ იყოს, ის რაღაცას არღვევს და როცა გადმოდიხარ პროზაში უნდა იყოს სრულფასოვანი პროზაიკოსი. ეს თავის დროზე თამას ბიბლიური გახდათ ასეთი პროზაიკოსი, ძალიან მივიწყებული სრულიად უსამართლოდ შესანიშნავი პროზაიკოსი, ის შემოვიდა ჟურნალისტიკიდან და ის ამას ამბობდა და თეორიულადაც ამტკიცებდა იმას, რომ ცალკეა ჟურნალისტიკა, ცალკეა პროზა. ბატონ გოჩასაც ეს აეჭვდა პირველი რომანი რომ გამოვიდა და ამიტომ ამოეფარა ფსევდონიმს, რომ იქნებოდა ეს თუ არა სრულფასოვანი პროზა. იმიტომ არ გინდა როცა აღიარებული ჟურნალისტი ხარ, მარცხი განიცადო პროზაში და როცა უკვე შეფასდა ეს რომანი მარტო სრულფასოვანი რომანი საშიში იდეალისტები, აი უკვე თამამად მოაყოლა მეორე და ეს უკვე არის სრულიად განსხვავდება. აი დავით ქართველიშვილი ახსენა ამ წიგნის პირველი წამკითხველი და შეაგულია და ბატონი გოჩა რომ ეს წიგნი უნდა გამოსულიყო და ის შესავალში წერს რომ მეგონა რომ აქ იქნებოდა აი პოლიტიკური რეალობის ანალიზი და ცოტა შიშით დავიწყე, სწორედ ამიტომ შიშით დავიწყე კითხვა, მაგრამ აღმოჩნდა რომ სულ სხვა ჟანრი ყოფილა. იყო პოლიტიკური რეალობის ანალიზი პირველ რომანში, მაგრამ როგორც პროზაიკოსის თვალით დანახული და არა ჟურნალისტის. აი ამიტომ არის წიგნი ასეთი კარგი და ეს არის პროზაიკოსის დაწერილი და მით უმეტეს ეს წიგნი, რომელიც სრულიად განსხვავდება სტილისტიკითაც, ხედვითაც და ჟანრობრივადაც. სასიყვარულო რომანი ჩვენ დროში აღარ იწერება. რომანი კი არა, ლექსებში უნდა ეძებო სიყვარულზე ლექსი. უამრავი ლექსი იწერება, აი წლებია დაეძებ და გიხარია რომ სიყვარულზეა ლექსი და თუ სიყვარულზეა უმეტესად რა არის? სიყვარულის გასჯა. ანალიტიკური გააზრება რა არის სიყვარული, მისი ფილოსოფიური ძირები, სოციოლოგიური, საიდან მოდის და ის რო თქვა, მიყვარხარ ეს არის გვიხარია როცა ამას ნახულობ ლექსებში და მით უმეტეს დასაფასებელია როცა ამას ნახულობ ცერმოთხოვაში და რომანში რომელიც არის ამ ჟანრის შესანიშნავი ნიმუში და როცა წავიკითხე გამახსენდა რომ აღარ შეიძლება ქვესათაურად არის ესეც კი წარწეროდა ბებრის ყვავილობა გოლდზვორთის გახსოვთ ის ნოველა არის ერთ-ერთი სწორედ ის არის ჯონ გოლდზვორთის ფოსაიტების საგაში არის ჩართული ეს ნოველა და ზუსტად ეს არის რას ნიშნავს სიყვარული და თან რა არის ახლა ეს არის ერთი ხაზი ბატონ გოჩა შეეძლო ასეთივე რამდენიმე ხაზია ერთია უფრო ცელი ყოფილიყო იმიტომ რომ ოჯახური დრამაა ძალიან ძაფრი ოჯახური დრამა, მაგრამ გადაწყვიტა, რომ ამას მორიდებოდა, მაშინ ის სასიყვარულო რომანი ჩაიკარგებოდა.
ჩაიკარგებოდა და უნდა რომ აი ეს ყოფილიყო სრულფასოვანი სიუჟეტი არ არის რთული ხო პირველი რომანისა გაცილებით უფრო რთულია გაცილებით უფრო ჩახლართულია გაცილებით მძაფრია აქ თითქოს ზედაპირზეა ყველაფერი მაგრამ ამ ზედაპირზე არის გარეგნულად და შინაგანად არის ძალიან გამოხტული ძალიან მძაფრი და ოსტატის დაწერილი სრულფასოვანი და კიდევ ერთხელ შეგვახსენებს და მოგვაგონებს რომ სიყვარული არ არის განჯის საგანი მაგრამ კიდევ გავსაჯეთ მისი ფილოსოფიური არსის დაგაინტერესებს ფილოსოფიურმა არსმა და სოციოლოგიურმა ძირებმა და ყველაფერმა, მაგრამ განცდას უნდა კარგავ. აი მიხარხარ ამ სიტყვის თქმის სურვილს უნდა კარგავ და ძალიან კარგად დაახასიათა, ძალიან კარგად თქვა მიზანი ამ წიგნისა, რომ რა არის ეს, ნუ განჯინურავი სიყვარულს. შენ არ გაგუკლებ ამისა, იმიტომ რომ ეს არის სტიქიური მოვლენა. განჯი თუ არ მოგესხვახდები, სიყვარული არ არის. ის ნამდვილი სიყვარული არ არის. სიყვარული ის არის, რომ თვითონ ადამიანის მელიგებს ნახე. რატო ტირის, რას განიცდის, რატო არ ხდება აქეთ-იქით. ხან შეიძლება ყველაფერი მოწესრიგებულია ურთიერთობაში და მაინც აწყდება გულით. რატო ხდება ეს ყველაფერი? აი ეს არის. ამ რომანში როგორ ფილიგრანულად არის ეს ყველაფერი დახატული. შინაგანად ძალიან გამოხტული არქიტექტონიკა მოწესრიგებული სტილურად. თითქოს გარეგნულად ესე თხრობა ნელა მიედინება და ამ ნელაში არის ძალიან შინაგანი გამოხტულობა და სიმძაფრე და მისთვის არის გამიზნული მართლაც ყველასთვის ყველა ადამიანისთვის ვისაც განუცდია სიყვარული ვინც განიცდის სიყვარულს და ვინც ეხლა უნდა განიცადოს სიყვარული ამ განცდის მარადიულობა ძველმოდურია თითქოს არა ლექსებში მაგითომ არ იყენებენ და ძველმოდურიაო ის რაც ძველმოდური გონიათ ის არის მარადიული ამ მარადიულ ნებებზე არის უამრავი რამე დაწერილი და თითქოს ახალს ვერ დაწერდი დაწერე როცა შინაგანად განიცდი დაწერე როცა ნამდვილი წერალი ხარ და მე იმედი მაქვს რომ ეს რომანიც მოიპოვებს ისეთი პოპულარობას როგორც პირველი რომანი და ამას მოყვება მესამე და მეოთხე წიგნები აუცილებლად კითხვის მოლოდინი ამას გაიძულებდა და თან ძალიან ბევრი რამ დაგროვილი და თან შეგიძლიათ რომ დააღწიოთ თავის ჟურნალისტს როცა წერილებს წერთ იქ თავის ადგილზეა ყველაფერი ჟურნალიზმში არ უნდა იჭრებოდეს პროზა ისიც სისუსტეა თავის ადგილას არის ყველაფერი და ამიტომ გიხარია ეს ჟურნალისტების შემოსვლა თქვი აგერ აღვნიშნავდი ხოლმე თეონა დოლენჯაშვილი გამახსენდა ეკატერინე ტოგონიძე ჟურნალისტიკიდან მოვიდნენ და არიან სრულფასოვანი პროზაიკოსები. ასევე ბატონი გოჩა სრულფასოვანი პროზაიკოსი. თან ჟურნალისტიკას არ დაუკარგავს იგი. იქაც აგრძელებს და პროზა მართლაც შეიძინა და ხან ადვილად ამბობენ ხოლმე რომ ეს წიგნი არის შენაძენი. ეს განიგნულია ხოლმე და აი აქ მართლა გული თითქმის აი ეს წიგნი ის აქ არის ანგელოზის კაშკაშა. ხამ ეს არის ნამდვილი შენაძენი ქართული პროზის. დაახლოებით ველოდი ამ ჟურნალისტიკის პასაჟს და შესაბამისად სწორედ ახლა წავიკითხავ დავით ქართველიშვილის წინათქმას, რომელიც უძღვის წიგნს. როდესაც ცნობილი ჟურნალისტისა და პოლემისტის მხატვრულ ტექსტს კითხულობ, ბუნებრივად გექმნება წინასწარი განწყობა, რომ გაეცნობი პუბლიცისტური პროზის მოვრი თანამედროვე ნიმუშს, რომელშიც ჭარბად იქნება ყველაზე მწვავე სოციალურ-პოლიტიკური პრობლემები, ვრცელი პუბლიცისტური პასაჟები და ამ ყველაფრის გამოსახატავად შექმნილი სქემატური პერსონაჟები. პუბლიცისტურ პროზას საკუთარი ტრადიცია და კანონიკა აქვს. მე ასეთი პროზის დიდი მოყვარული არასოდეს ყოფილვარ. და ამიტომ ტექსტის კითხვას ძალიან ფრთხილად და ერთგვარი მოწყენილობითაც კი შევდექი. მაგრამ ჩემი განწყობა პირველი წინადადებებიდანვე გაქრა, რადგან მივხვდი, რომ კითხულობ ტექსტს, რომლის მთავარი თემა არაარსებული პოლიტიკური და სოციალური ჩიქიდან გამოსვლის პათეტიკურად გადმოცემული შესაძლებლობა არამედ სასიყვარულო თავგადასავალია. ხოლო ავტორის მიზანი სასიყვარულო რომანის ჟანრის განახლება და მისთვის დამახასიათებელი ენის მოდერნიზებაა. ასე რომ თქვენს წინაშეა ახალი სასიყვარულო რომანი, რომელიც ამ ჟანრის ყველა წესის დაცვით არის დაწერილი.
ტექსტი ამავე დროს მშვიდი პოლემიკაცაა თანამედროვე სამყაროში სიყვარულის მნიშვნელობასა და მის შესაძლებლობა შეუძლებლობის შესახებ. ეს ყველაფერი კი ავტორმა საკმაოდ საინტერესო და არაბანალურ სიუჟეტში მოაქცია. დავით ქართველიშვილი მწერალი. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ დავით ქართველიშვილს ამ სიტყვებისთვის, რომელიც იყო ჩემთვის ძალიან გამამხნევებელი. და სანამ კიდევ ერთ გამოსვლას ვითხოვ, მანამ ვიტყვი ერთ რამეს. ჩვენ რაც არ ვიცით, რასაც არ გვასწავლია და ალბათ რაც არ ისწავლება, საერთოდ არის სიყვარული. უბრალოდ მერე ცხოვრების რაღაც ეტაპზე მონაპოვრად მივიჩნევთ ამას და თითქოს გალევადი ხდება და ესე ფსიქოლოგებს აქვთ ხოლმე რომ ეს სიყვარული მიილება, არ მიილება, ეს ჩემი დამოკიდებულება არის, არ მიილება, არასოდეს ყველაზე მნიშვნელოვანი შესაძლოა პროცესი თქვათ რაღაცნაირად დასრულდეს, მაგრამ სიყვარული ის არის, რაც მუდმივად შენთან არის, რაღაც ესეთ ძვირფას სამკაულს გავს, რომელიც ხელზე გიკეთია და შესაძლოა მოიხსნა რაღაც ძვირფასი ზარდახშა გაქვს, აი აქ ჩადება ზარდახშაში და სულ შენთან იქნება. რამდენჯერაც არ უნდა შეგიყვარდეს, შემდეგ ეს იქ იქნება იმ ზარდახშაში და გაქვს იმის შესაძლებლობა მოიღო, შეხედო, მიეფერო, უკან ჩააბრუნო და ასე შემდეგ. ერთადერთი მომენტი, რაც მიმაჩნია, რომ სიყვარულს ებრძვის და ვინც სიყვარულს ებრძვის, ეს არის რაღაცა სტერეოტიპებად ფორმირებული აზრი, რასაც ჩვენ ვეძახით რა სიტყვის ხალხი. ყველაფერს თავი დავანებოთ, ყველა ოჯახში მოიძებნება და დიდება ისეთ ოჯახებს, სადაც არ მოიძებნება, ან არ არიან გვარის გამოსცემლები, მონტეგები და კაპულეტები, ვისაც არ ყავს, ხო, გადასაღები არის. დაახლოებით იგივე პასაჟში, რაც აქ არის განვითარებული, მეგობარი გოგონა მყავდა, რომელიც რაღაცნაირად ანალოგიურ სიტუაციაში მოხვდა, მაგრამ ყველაზე მთავარი ის იყო, რომ დიახ, მას ოჯახში არ აღმოაჩნდა აი ეს ორი გვარი პირიქით ხავდათ გულშემატკივრები. სიყვარულს ყოველთვის სჭირდება, როგორც პატარა ბავშვს, ისე ბავშვი რომელიც შეიძლება დაეცეს, უნდა წარმოაყენო, გაატარო, ხელის შემლები სჭირდება, ადამიანი სჭირდება, ვინც ხელს მოკიდებს, გაგამხნევებს, გაგატარებს, მოგცემს ამის შესაძლებლობას. სამწუხაროდ ჩვენ არ შეგვიძლია ეს, არ შეგვიძლია მეგობრობის კონტექსტშიც არ შეგვიძლია ხოლმე და მეგობარი კიდევ ვინ არის, კარგი მეგობარზე მაქვს საუბარი, იქ კი ყველაფერი დალაგებულია, მაგრამ ეს მეგობარი ვინ არის, ვინც იცის ჩვენი ყველაზე საშინელი ჩონჩხების შესახებ, რომელიც კანადაში გვაქვს შენახული, მათი ისტორია და მაინც როგორ მეგობრება მთელი ცხოვრება, ხო? ასეთი მეგობრები გვჭირდება, რომლებიც აი ამ სიყვარულს ხელში აშველებენ და გაატარებენ. და აქ, რა თქმა უნდა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს მშობლებს, რომლებიც შვილების მიმართ უნდა იყვნენ, აი ასე ხარდამჭერით და, რა თქმა უნდა, ოჯახის ნებისმიერ წევრს, რომელმაც ხელი შეაშველოს სიყვარულს. ანუ არ ჩააქროს, აი ეს მოგიზგიზე რაღაც, ცერცხლი არ ჩააქროს, წყალი არ გადაასხას. ახლა მინდა თხოვო ქალბატონ ნინო ვახანიას, გამორჩეულ ლიტერატორს, სოფლის უნივერსიტეტის პროფესორს, რომელიც გახდათ ჩემი პირველი წიგნის რეცენზიის ასევე ავტორი. არ შეიძლება დაწესდეს რაღაცა წესი და კანონი იმისთვის, ვინ უნდა შეიყვაროს, ეს თავისთავად ხდება ხოლმე და როდესაც
აი რაღაცა თითქოს აკრძალულია, მაშინ უფრო მეტი სიმძაფრით და უფრო მეტი ბუნებით ხდება ხოლმე. და ქართულ ლიტერატურაში, რა თქმა უნდა, ეს თემა ახალი ვერ იქნება და როგორ იქნება საუკუნეების განმავლობაში რამდენი ნაწარმოები შექმნილა და დაწერილა და სიყვარულის საგალობელი რუსთავებისა, არა მარტო სიყვარულის საგალობელი, არამედ ჩვენი მწერლობისა და ასე ვთქვათ, საფუძველი და ძირი არსებობს და მე-19 საუკუნეში შეიძლება ალექსანდრე ყაზბეგი გავიხსენოთ, სწორედ ამ აკრძალული სიყვარულის გამოხატვით ცნობილი ადამიანი, რომელიც ყოველთვის ყველა თავის ნაწარმოებში გვეუბნება, რომ ტრაგედიით მთავრდება არა სიყვარული, უბრალოდ სიყვარული კი არ არის ტრაგედიის მიზეზი. ტრაგედიის მიზეზი არის ყველა ის გარემოება, რომელიც ხელს უშლის ნამდვილ სიყვარულს. აი ამას ამ ქართულ ლიტერატურაში დადგენილ ხას, ასე ვთქვათ, მიჰყვება ბატონი გოჩაც და განაგრძობს და ამას გვეუბნება ამ თავისი ნაწარმოებით. შეიძლება, რა თქმა უნდა, მკითხველმა იფიქროს და ასე მგონია, რომ აუცილებლად გამოჩნდება ასეთი მკითხველი და შეიძლება ცოტაც არა, რომელიც იტყვის, რომ იქ სიყვარულის ხელი შემშლელი ვინც არის რომანის მიხედვით მამი და მასაც აქვს თავისი სიმართლე. აქვს თავისი სიმართლე ის, რომ ეს არის საზოგადოებრივი აზრი. საზოგადოებრივი აზრი კიდევ ეს არ არის მარტო სუბიექტური, სწორედაც იმიტომ ქვია საზოგადოებრივი, რომ განმტკიცებულია, საზოგადოება ასე უყურებს, საზოგადოებას ასე მიაჩნია. განამით იქნება იმის წინააღმდეგი, რომ ვიღაცა მორალი დაიცვას, მაგრამ აი ესე აშკარად ჩანს, მხატვრულად არის ეს ყველაფერი და არა ვთქვათ დებულებებით მოწოდებული, რომ ეს მაინც ცრუ მორალის დაცვაა და როდესაც ცრუ არის, მაშინ რა თქმა უნდა ის თავის საქმეს არ აკეთებს, როგორც შეიძლება ჩაფიქრებული ჰქონდეს თვითონ პერსონაჟს. ამის თქმადამის აღნიშნულიდან მხოლოდ თან გამახსენდა ნაირა გელაშვილის რომანი აგრეთვე მეის ვარ, იქაც სიყვარული ასეც იდეოლოგია და მოწოდება, რა თქმა უნდა, სიუჟეტურად აბსოლუტურად სხვა არის, მაგრამ რამდენი ადამიანიც არსებობს ამ ქვეყანად, იმდენდაირი სიყვარულია და სასიამოვნოა, რომ ავტორმა მონახა რაღაც სხვა ხაზი, სხვა გზა, სხვა სიყვარული, ისეთი, რომელიც მართლაც იშვიათია კი არა, არც მახსენდება და შეიძლება არც ასახულა ქართულ ლიტერატურაში, წიგნი იძლევა დაფიქრების საშუალებას, განჯის საშუალებას, მსჯელობის საშუალებას, რაღაცნაირად ოდნავ სოფლმხედველობის თუ რაკურსის შეცვლის საშუალებას, რითაც ჩვენ ვუყურებთ ცხოვრებას და გავიცდით ალბათ იმ საქმეს. ადამიანების სოფლმხედველობის შეცვლა ცხადია ასე მარტივი არ არის, რომ ერთი რომანი წაიკითხოს და შეიცვალოს მთლიანად სოფლმხედველობა, მაგრამ ის რომ რაღაცაზე დაფიქრდეს და რაღაცა თუნდაც საკუთარ თავში მიაგნოს იმას, რომ რაღაცა სწორად არ გაუკეთებია, ან აწი არ გააკეთოს, ეს უკვე არის გამარჯვება ნაწარმოებისა და რაც მთლიანად ეს არის მართლაც მხატვრული ნაწარმოები, რომელიც თავიდან ბოლომდე თავს წაგაკითხებს, ჩამქრენია და სულ არაფერზე არ იფიქრო, გრჩება გრძნობა, გრჩება განცდა, გრჩება ის, რაც მხატვრული ნაწარმოებისგან უნდა დარჩეს კითხვას. რადგან ფორმატიც ითვალისწინებს იმას, რომ ჩვენ დაუსრულებლად ვილაპარაკობთ, ვარი გამიკითხვა პასუხება ამ კითხვებს. კატო შენ? სამწუხაროდ დამემართოთ ვერ წავიკითხოთ. საერთოდ ვფიქრობ, რომ სიყვარულთან დაკავშირებით რომ ეს არის არის სიყვარულის ფენომენი, საბოჯოში, բայց ალბათ ის არის სხვაგვარი ამდენად შეგვიძლია გაიგო ამისთვის. აი თომას მანი გამახსენდა, მიყვარდეს ნიშნავს სიკვდილისთვის სიყვარულს. სხვანაირი გაგებდა, აი რომ წავიკითხოთ, ასე მაინტერესებს, რომ ვერ წავიკითხოთ, რაღაცას ვიტყობ. მე შინაარს არ მოყვები, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი, ნამდვილად რომ მთელი ამ წერის განმავლობაში, რა თქმა უნდა, როგორც ყველა ავტორი, მე ვიცხოვრე თითოეული გმირით, თითოეული გმირის როგორც იტყვია, მე ტყავში შევედი და ასე შემდეგ, მამი დაახსენა და ქალბატონმა ნინო უნდა ხო, ახლა კაცისთვის თქო ძნელი არის ხო, ქალის ტყავში შევედი და განსაკუთრებით იქ სადაც რაღაცა ოპონირება უნდა გაუწიო, მაგრამ
მე ზუსტად იმ მომენტს ვემხრობ, იცით, ყველას შეიძლება ქონდეს კონკრეტულ ფაქტთან მიმართებაში მოვლენის აღწერასთან დაკავშირებით, გნებავ სიყვარულთან დაკავშირებით თავისი შეფასება, როგორც ვთქვი, ვინახავს ახლა ჩვენ ხორცელებში მოხდენილობთ სხვას რო თავი დავანებოთ და ის რა ქვია ფიჩის მხარე მიცის ბიჭი უკეთესია, გოგოს მხარე მიცის უჩვენი უკეთესია და მე არის ხოლმე მოაშეფერებიან ერთმანეთს და ასე შემდეგ. უბრალოდ შესაძლოა რაღაცასთან დაკავშირებით ქონდეს შენი აზრი, მაგრამ დაანგრიო ვიღაცის სიყვარული. ხელი შეუშალო ამას, ამისი უფლება არ უნდა მისცეს საკუთარ თავს. აი ის ვახსენე შექსპირი ხო აქ ბოლოს პერესი ამბობს ხო სამწუხაროს სხვა ამბავი არსებობს გარდა რომეოსა და ჯულიეტას ამბავისთან. ნებისმიერი სიყვარული რომელიც მთავრდება ესე სამწუხაროდ და თავარი არ არის მთავრდება სიკვდილით მაინც და მაინც ხო ზოგჯერ შესაძლოა არის სიკვდილი უკეთესი იყოს ფინალისტვის გარკვეულობისთვის ვიდრე ადამიანების მთელი ცხოვრების განმავლობაში ტანჯვაში დატოვება ართვა ადამიანს სიყვარულის უფლება არის ყველაზე სასტიკი რაც შეიძლება გააკეთოს სხვა ადამიანმა. ეს არის ჩემი დამოკიდებულება პროცესის მიმართ. მე ამავდროულად მაგ რადიკალური დამოკიდებულება სხვა რაღაცეების მიმართ, როგორც თქვი თუ სიყვარული გაილევა, როგორც ითქვია, ხო, მაგრამ რჩება შენში, ხო? იქ არც ხალი უნდა დარჩეს წინდების მრეცხავად და იმ ოჯახში სიტყვაზე და არც მამაკაცმა რაღაცა ესეთი რა სიტყვის ხალხი ახლა ცოლსო გავეყარო ან რაღაც გავაკეთო ამის გამო ტანჯვაში არ უნდა გააგრძელოს ცხოვრება. ხო ის სიყვარული დარჩება ისევე როგორც მე არ მიმაჩნია სწორად რომ როდესაც თქვა ოჯახები ინგრევა და ან ურთიერთობები ინგრევა კიდე განსხვავება ჩვენ რასაც ვაკვირდები ბოლო პერიოდში ურთიერთობასა და სიყვარულს ვერ არჩევს ხოლმე ადამიანები ერთმანეთისგან, მაგრამ როცა ეს რაღაცა ინგრევა იმის მერე წვრილი და რომელიმე თუ თავის ყოფილ პარტნიორს ლანძღავს ეს ჩათვალეთ რომ ის ლანძღავს იმიტომ რომ ვიღაცას უთხრას ნახეთ ის იყო ცუდი და მე ახლა ზადვარ მეორე მოვიყვანო ზადვარ მეორე გავთხოვდე და ასე შემდეგ ეგეთი ვინმე არც უნდა მოიყვანო მეორე და არც უნდა ხო αν ήσουν ძალიან მოსდის ადამიანს და ძალიან აბსოლუტურს, იმიტომ მარტო სხვა რაღაცა, ეს აბსოლუტურ სხვა ფენომენია, რაღაც შეიძლება ეს ვაპარაკო. ბოლო უსწავლელი ამაზე დგას და იმიტომ უსწავლელი ამაზე დგას და ყველა აი ბატონი როსტომის გაბატონინოს თქვენ დავეთანხმებით, მაგრამ როდესაც ფიზიკა არსებობს ფიზიკის კანონები და ასე შემდეგ, სიყვარული იმდენად უნივერსალური რაღაცაა, რომელშთა ერთი ფორმულა ამასთან დაკავშირებით ვერავინ ვერ მოიფიქრა, ვერც ერთმა გენიოსმა ვერ მოიფიქრა, იმიტომ რომ ინდივიდუალურია, განცდის დონეზე ინდივიდუალურია. რატო აი დამისვამს კითხვა ადამიანებისთვის, რატომ გიყვარს? და მიმიღია პასუხი რომ არის ასეთი შრომის მოყვარია, გონიერია, ის არის რა ქვია, კეთილშობილია და ძრუნველია და ასე შემდეგ. არა, ეს არის თვისებებისა და გარემოებების სიყვარული. სიყვარულზე რატო გიყვარს თუ გაქვს პასუხი, ეს სიყვარული არ არის, არ ქმნებ შენ. თუ არ იცი რატო გიყვარს და რატო ხარ გადარეული. აი ეგ არის სიყვარული, თუ შენ არ შეგიძლია, ესეც ჩემი გააზრებაა მე ის, მაგრამ თუ არ იცი, როგორ შეიძლება იცოდე? შესაძლოა მთელი ცხოვრების განმავლობაში იცხოვრო ადამიანის გვერდით, ან შენი მეგობარი იყოს, მეზობელი იყოს, სრულიად ქუჩაში ხვდებოდეს და ასე შემდეგ, ზედ ყურადღებას არ აქცევდე მას და ერთ დღეს ამოტრიალდეს სამყარო და მასზე ლამაზი, მასზე სასურველი არ იქნება არავინ. იქ გავიწყდება ყველაფერი, რომ ის არის, როგორ გამოიყურება. ყველაზე ლამაზია, ყველაზე კეთილშობილია. ამიტომ უნივერსალური ფორმულა სიყვარულთან მიმართებაში არ არსებობს. არ იცი
არ უნდა იცოდე რა გქონდეს. შენ თუ იმიტომ გიყვარს რომ მას შესაძლებლობა აქვს კარგი და ასე შემდეგ. ან კომფორტი გინდა შენთვის და იმიტომ გიყვარს. ხო, აი მე ესე ვუყურებ ამ თემას და ყველაზე მთავარი ჩვენ პრობლემად მე რაც მიმაჩნია ჩვენი საზოგადოების ჩვენ სკოლაში უამრავ რამეს ვასწავლით ბავშვებს, მაგრამ არ ვასწავლით ცხოვრებას. არ ვასწავლით ცხოვრებას, არ მეუბნებით უამრავ რაღაცებს, რაც არის აუცილებელი. თუნდაც სიყვარულთან მიმართებაში როს იმ აფეთქების მერე, იმ უცელში დატრიალებული პეპლების მერე, იმ თავში რომ ვიღაცა რომ ეტყვის რომ რა თვალი გააშინე როგორ შეიძლება ახლა ეს არ შენ ჩაიხედე საკეში ან იმას შეხედე ან ფოტოები მიადე ერთმანეთს გვერდით როგორ შეიძლება ეს გიყვარდეს და იქ ვიღაც იმას რა ქვია გოგო ამის შეყვარება როგორ შეიძლება ნახე რა მონსტრია ეუნებიან და არ ჯერა რას ქვია უყვარს და დამთავრდა ხო აი აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი იქვე ჩვენ აუხსნათ ადამიანებს რომ ეს მოიცავს თავის პასუხისმგებლობებს მოიცავს ღირებულებით თანხმდრებს, მოიცავს პერსონალურ კონსტიტუციას, რომელსაც ორი ადამიანი ქმნის შემდგომი თანაცხოვრებისთვის. იმიტომ რომ სიყვარული აბსოლუტურად გეთანხმები, ღვთით მოძებული ნიჭია და ეს ნიჭი ღმერთს ყველასთვის არ დაუფერთხავს. შესაძლებლობა კი ბატონო, შესაძლებლობა რა თქმა უნდა ყველას აქვს ეს ნიჭი გაფურჩქნოს მაგრამ ნუ ახლა თუ იქ რაღაც ბაზისური რაღაცები არ აქვს, თქვათ, იმიტომ რომ ჩვენ რამდენი მილიარდი ნეირონი გვაქვს თავში და ყველას ვერ ვიყენებთ. ხო, ზუსტად ეგ მომენტია. დოლოგოჩა. კითხავთ აგერად. დავზარდე. ეს შეკითხვა მინდოდა მაშინ ეს დამესვა, როცა მოვაწერთ ახლა საშიში იდეალისტებისა. რამ გადაგეწყვეტინათ ცნობილ ჟურნალისტს, რომელიც ლექსებს და მოთხრობებს თუ უცებ შუახანში მოგაწვათ პროზაიკოსობის ჟირი. ხო, ისა ძალიან პატარა მე 5-6 კლასში ვიყავი რაღაცა დავწერე და ჩემი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს ლანჯირა კვირკველიას ბილეთი ეს ენახა და რო გასწავლებული ბავშვია იმდენად იკლესკოლა წითელი გასული ამის მეში მეთქიო მე არ ფერდა დავწერე. თუმცა ამის მერე წერდი იგავარაკებს ჩემთვის და მაქვს ეს შენახული ზოგიერთი ძალიან მომწონს დღესაც, მაგრამ ვერ გავხედავ ალბათ ამის თუ რაღაცა. მაგრამ ყველაზე მთავარი იყო ერთი რამ. წლების წინ ნიკა გურუამ მომთხოვა ჩემი ერთ-ერთი ანალიტიკური მასალა, რომელიც წავიკითხე ადრე და იქნებ მომცეო და ვერ ვიპოვეო და მე ვთხარი არ მაქვს მეთქი მე და მომძებნი საიტებზე და ნახე რომ სადაც იყო გამოქვეყნებული იქ ვერ ვიპოვე. თავი სერვერი გამოწვალეს რაღაც ვერ ვიპოვე. და შემდგომ იყო ნიკას დაჟინებული ჩხუბი იმასთან დაკავშირებით რომ გამოეცი შეაგროვე ეს ანალიტიკა და ასე შემდეგ და მე პასუხად მქონდა რომ არა. იმიტომ რომ არავის არ სჭირდება, არავინ მკითხულობს და ერთ საღამოს მახსოვს მიყვარს ესე რომ თავზე სიარულესა და პარლამენტის გვერდით გავიარე. პარლამენტის წინ გავიარე, მე ჩამოვდექი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან და რაღაც ჩემს ფიქრებში ვარ და ვუყურებ რომ აი ამ კოხტა შენობას მოსწავლე ახალგაზრდობის შენობა, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი იქნებოდა, ხო? აი ამ დიდი შენობის პატრონებმა ეს აქტი 1000-ჯერ გადაარქიეს თავს. იმ საღამოს დავუბრუნდი სახლში, გამოსვლა საათზე და მე ვიცოდი რომ დავწერდი რომანს და არ დავწერდი, არ შევკრებდი ანალიტიკას. საშიში იდეალისტებში ჩემი ბევრი ამბავი არის მოხვედრილი. მოდით ვიქნები გულწრფელი და ერთ რამეს ვიტყვი, როდესაც აკრძალოს სიყვარულთან თუ სიყვარულის ხელის შეშლასთან მიმართებაში ვსაუბრობ, არის საშიში იდეალისტებში ერთი მომენტი და პარალელს გავავლებ აი ამ მომენტთან დაკავშირებით. მე ვიცი ჩემი უახლოესი ადამიანები არიან და შვილი როგორ ეუბნებოდა დედას
სრდასრული 19-20 წლის ბიჭი დედას დაჟინებით ეუბნებოდა, რომ დედაშე უნდა გათხოვდეს შენი კერა, შენ უნდა იყო ცხოვრება უნდა გააგრძელო, იმიტომ რომ მე ჩემი ცხოვრება მექნება შენ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ხარ იმისათვის, რომ მე შემომციცინებდე სულ თვალებში და ასე შემდეგ. და ეს იყო ერთგვარად მე ვუყურებდი, მე ვიყავი ამ საუბრის თანამონაწილე და მომსწრე. მაგრამ მე ვარ ის ადამიანი, რომელმაც დედაჩემს თავისუფლება არ მიიღეს. და იცით სად გამახსენდა? COVID-ის დროს გარდაიცვალა დედაჩემი და სულ რამდენიმე ადამიანი ვიყავით სასაფლაოზე. და კუბო ჩაასვენეს, იქ გამახსენდა, რომ დედაჩემს მე ეს ბედნიერება წავარდა. და ბოდიშრიფტი ამ საზოგადოებაში უნდა თქვა, საშიში იდეალისტებში ეს მიწერია, მაშინ მივხვდი რა ჩათლახიც ვიყავი დედაჩემთან. აქედან გამომდინარე მე მიმაჩნია, რომ მე ადამიანს, რომელსაც ეს დანაშაული მაქვს ჩადინილი, ადამიანის წინაშე, ვინც მე სიცოცხლეში მომწირა, მე ვალდებული ვიყავი ეს წიგნი დამეწერა. არა მხოლოდ იმიტომ, რომ იქ განვითარებული მოვლენები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ემოციური თვალსაზრისით გამომდინარე, მოსაყოლად და ასე შემდეგ, მაგრამ მე ამითი გარკვეულწილად არ ვიცი, დანაშაული გამოვისყიდე, ალბათ ვერა. შეიძლება იმ დანაშაულში დავრჩე მთელი ცხოვრება, მაგრამ მე ეს უნდა გამეკეთებინა. რაც შეეხება ბატონმა როსტომმა თქვა მეორე წიგნი, რომ მესამე მქონდეს ნეტავ გამოცემულიო და რაღაცა. პირდაპირ მესამე. ხო, პირდაპირ მესამე. რატო იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი ამ წიგნის ზუსტად ამ პერიოდში გამოცემა გეტყვით. მე მუშაობდი მეორე წიგნზე, რომელიც თითქმის დამთავრებულია, ერთი თავი მაქვს დარჩენილი და აი ეს შეხვედრა წიგნის გმირთან, მისი გაცნობა, მისთან რაღაც მისი ისტორიის, ამ ისტორიის შექმნა თუ გააზრება თუ რაღაცეები მოსვლა ჩემამდე ხდება ზუსტად ამ პერიოდში, შარშარ. და 25 თუ 26 ივლისს მივიღე გადაწყვეტილება, რომ დამეწყო წერა. სექტემბერში ვუთხარი ადამიანს, რომ მე მინდა რომ ეს ამბავი დავწერო. და მითხრა, რომ არ ვიცი, შენ გადაწყვეტ. არის კი ასეთი მნიშვნელოვანი, მაგრამ მე ზუსტად ის დავინახე აქ. რაზე წერა ვისაუბრე. დავინახე, რომ თავად ეს ადამიანი, სხვა ადამიანები თუ ასე შემდეგ, ამ სიყვარულს, რომელიც აქ მოთხრობილია, ხელს უშლიდნენ. ასამარებდნენ, აცამწვერებდნენ. და კიდევ ერთი მომენტი, ამ წიგნში არის ერთი თარიღი, 20 ივლისი, სულხვალზე, ხო? 20 ივლისი და ქალბატონ ნესტარმა მითხრა, რომ წრავი ჯერ დაბადების დღეა და რა კარგია ეს, რომ დაემთხვაო ესა. 20 ივლისის ღამე, რომელსაც ანგელოზის კაშკაშა გამოქვია. შესაბამისად გარკვეულწილად 20 ივლისისთვის ამას ბევრი ვერ წაიკითხავს, მაგრამ მინდოდა რომ ეს ყოფილიყო 20 ივლისისთვისაც ყველაფერს თავი გამოცემული. მე ზუსტად მუშაობის პროცესში რადგან გავიგე, რომ 19-ში ქალბატონ ნესტარის დაბადების დღე იყო, მე გავიგე, რომ 2 დღით ადრე იყო თავად წიგნის ერთ-ერთი გმირის დაბადების დღე, ივლისში რომ გამოცემული იყო კარგი და შესაბამისად მოხდა ასე. ამიტომ მე გითხარით ბატონ როსტომ იმ წიგნის განხილვის დროს მე წერალი არ ვარ, მე ვერ ვიტყვი რომ წერალი ვარ. მე დღესაც მეშინია როცა ამბობენ რომ მე ვარ ჟურნალისტი. იმიტომ რომ იმაჩნია რომ ჟურნალისტი არ საერთოდ სხვა სტანდარტი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის მე რაღაცები მინდა მოვყვე.
და მე ამ რაღაცას ყვები და თუ ამას ვიღაცა ჩათვლის რომ მე რაღაცას წერ ჩვენთვის პატივი იქნება და მე ამ შემთხვევაში მიმაჩნია რომ უფრო თხრობელი ვარ რამდენად კარგი არის ბატონო გოჩამ რაც მოყვა თითქოს ეს შემთხვევით იყო რომ პირველი რომანი დაიწერა მაგრამ ეს ის შემთხვევითობაა რომელშიც იმარება რომა კანონზომიერება შეუძლებელია თქვენთვის გაუცნობიერებლად მოხდეს მაგრამ მან გზად იყავით დასაწერდა ამისთვის მე რაღაც უბრალოდ დეტალიც კი საკმარისია რომ დაიწეროს იმიტომ ერთი დაიწერა მეორე დაიწერა და მესამე გზად არის თქვენ თვით თუ არა თავს პროზაიკოსად ეს არ არის თავარია რომ სალიტერატურო კრიტიკა მიგიჩნევთ პროზაიკოსად და სრულფასოვან პროზაიკოსად და ძალიან კარგი ფაქტია იმიტომ ჩვენ აქ გვჭირდება პირიქით აგერ ნინოც და მეც ახლობელი რომ ადამიანი უფრო შეღავათოთ ვექცევით ლიტერატურა ესეთი რამეა არ შეიძლება ადამიანი შეაგულიანო თუ ის ვიცი არ არის ლიო პოეტ-კონგრესს აქვს ნათქვამი რომ რამდენიმე ადამიანი გადავარჩინე დახრჩობასო მაგრამ მიხარიაო რომ 5 ადამიანი გადავარჩინე წერის პროფესიასო თუმცა 30 შემთხვევაში მსგავს შემთხვევაში უწურული აღმოჩნდა და აი ბატონ გოჩას გადასარჩენი არ აქვს ჩვენ პირველები გეტყოდით ბატონ გოჩას რომ პუბლიცისტიკა ყოფილიყო გეტყოდით რომ ციგნია თქვენთვის წერეთ გამოიცით მაგრამ ამის შეფასება ჩვენ არ მოვახდენდით და ამიტომ პირველ წიგნს რომ მოყვა მეორე სრულიად განსხვავებული ესეც ადასტურებს რომ თქვენ მონარჩენ მასალებზე კი არცერთ არამედ შეგიძლიათ რომ ძალიან ფართოდ დაინახოთ მოვლენები და პროცესები და თხრობელი პროზაიკოსობა არის თხრობელობა თხრობელი ვარ მეტი არაფერია და პროზაიკოსობა არის თხრობელობა მაშინ ლირიკოსი იქნება შეკითხვა ხო არა ფილმებს და მე მინდა ერთი რამე მკითხოთ ბატონო გოჩა ეს ნახატები რომ არის საჩუქარია ჩვენთვის წამოკრიფოთ თუ უნდა დაგიტოვოთ არა თქვენია დიდი მადლობა ამისთვის შეკითხვა თუ აქვს ფილმებს თუ არა ბატონო გოჩა არ გადაგლით ზუსტად რამდენიმე აბზაცს წავიკითხავ და შემდგომ დავასრულოთ. აი შემთხვევით გადავშალე და სადაც შემთხვევით გადავშლი იქიდან იქ წავიკითხავ რაღაცას. სარკესთან ჩერდები და საკუთარ თავს ვაკვირდები. იმ მემ გამომარჯავრა კრიზისი გაგწვაო. ხომ უნდა გადმოვათრიო სარკიდან, მერე მიყვიროს კრიზისი გაგწვაო. მოიცა, გონი პირველად ჩემს თვალებში ბაბუას თვალებს ხედავ. ახლა რატო შევამჩნიე ეს მსგავსი? ჰა, მისტიკა ჩემ თვალებით სურს. უცხროს თავის ანგელოს. რა სასაცილო და სერდიანი ფიქრია. ფინალური მონაკვეთი იქნება და დიახ, ეხლა ელისე მხარზე ხელი შემოუხვია სიყვარულისთვის აპლოდისმენტების საკმაოდ უცნაური შეგრძნება. თითქოს საკუთარი ემოციები და ბნებები პირდაპირ საორკესტრო ორმოში ჩამოშვიდა დირიჟორად იტალიელი გამოგონიშნე. ხელში ჯადოსნური ჯოხით და ჩურჩულებს. ბრავისიმა. ვიჯექი ისევ ოთახში, სადაც დრო გაჩერებული იყო, თუმცა საათი წიკწიკებდა. ვისკის ჭიქა ხელში მეტვიდა და შუქი, რომელიც ფანჯრიდან ჩამოდიოდა, ნელა ედევოდა ბაბუას პორტრეტს. ვუყურებდა მეგონა. ახლა შემოვიდოდა ისე, როგორც ბავშვობაში, როცა კარებზე ორჯერ აკონებდა და მერე მეუბნებოდა. მომწონს რო ფიქრობ. მაგრამ ეცადე ფიქრმა არ გაგტეხოს. ჩემკე შემობრუნდა, სახეზე ცხრემელები ღარება ჩამოსდიოდა. მაკიაჟი სრულიად არეოდა და მომეჩვენა, რომ ახლა ის პატარა გოგო იყო, რომელსაც ოდესღაც მამა უყვარდა.
ისინი ყურებდა მამამისის ნაცვლად ჩემგან ითხოვდა პატიებას. მამამაც მე შემომხედა. ჩვენის მარტო დავტოვეთ მაშინ, როცა ყველაზე მეტად ვჭირდებოდით. ჩვენ მასზე არ ვფიქრობდით. მამიდა ფანჯარასთან მივიდა, ფარდები ოდნავ გადასწია და ცას გახედა. სავარაუდოდ ისევ წვიმდა, როგორც იმ დილას, როცა სადარბაზოს კარებთან ლუსიეს გადაეყარა. ალბათ მამა წვიმს ახლა, თქვა და თვალები დახუჭა. მეც თქვენთან ვიქნები შორი ახლოს თუ ამის უფლებას მომწე. ზურგს უკან კი ყველას ეს მოხუცი გვეყოლება. მაინც არ შეგვეშვება ხომ იცით? თქვა ლუსიამ და ბაბუას პორტრეტს გახედა. შემდეგ ჩვენ შემოგვიბრუნდა და გვითხრა. დროა ანგელოზების კაშკაშა ღამის ზეიმისთვის დავიწყოთ მზადება. მოკლედ ასე. დღეს უკვე ეს ისტორია მე არ მეკუთვნის. ეს ისტორია აღარ ეკუთვნის ამ წიგნის გმირებს. ეს ისტორია უკვე არ ეკუთვნის მარტო ლუსიესაც. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ თავად გადაწყვეტს, ითხოვს რომ ისია. დღეიდან და ამ წუთიდან ეს თქვენი კითხვის ისტორიაც არის. მაშას ის აქ არის. ის ჩემთან არის. ის თქვენთან არის. მადლობა რომ მოხვედრით.